რასაც ვჭამთ, რადიაციულია. ჩვენი საკვები კი ენერგიის უზარმაზარ კვანტებს წარმოადგენს. განუცხადა კლივლენდელმა დოქტორმა ჯორჯ კრაილმა ექიმების შეკრებას 1933 წლის 17 მაისს მემფისში. ეს უმნიშვნელოვანესი გამოსხივება, რომელიც სხეულის ელექტრული წრედისთვის, ნერვული სისტემისთვის, ელექტრულ დენს გამოყოფს, საკვებს მზის სხივებით გადაეცემა. ატომები, ამბობს დოქტორი კრაილი, მზის სისტემებია. ატომები არიან მატარებლები, რომლებიც სავსეა მზის სიკაშკაშით ისევე როგორც მრავალი დახოვლი ზამბარა. ენერგიის ეს უთვალავი ატომები საკვებად მიიღება. ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ ეს დაძაბული მატარებლები, ატომები, გამოიყოფა სხეულის პროტოპლაზმაში, ხოლო ბზინვარება ახალ ქიმიურ ენერგიას, ახალ ელექტრულ ნაკადს უზრუნველყოფს. თქვენი სხეული ასეთი ატომებისგან შედგება. თქვა დოქტორმა კრაილმა. ესენია თქვენი კუნთები, ტვინი და გრძნობის ორგანოები, როგორიცაა თვალები და ყურები. ოდესმე მეცნიერები აღმოაჩენენ, თუ როგორ შეუძლია ადამიანს პირდაპირ მზის ენერგიით იცხოვროს. ქლოროფილი ბუნებაში ცნობილი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელსაც როგორღაც აქვს მზის სინათლის ხაფანგის როლის შესრულების უნარი. წერს უილიამ ლორენსი ნიუ-იორკ თაიმსში. ის იჭერს მზის სინათლის ენერგიას და მცენარეში ინახავს. ამის გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებდა. სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიას ჩვენ ვიღებთ მზის ენერგიიდან, რომელიც ინახება ჩვენს მიერ მიღებულ მცენარეულ საკვებში, ან იმ ცხოველთა ხორცში, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. ენერგია, რომელსაც ჩვენ ნახშირიდან ან ნავთობიდან ვიღებთ, არის მზის ენერგია, რომელიც ქლოროფილმა მილიონობით წლის წინ მცენარეულ ცხოვრებაში მოიპოვა. ჩვენ მზის წყალობას ქლოროფილის მეშვეობით ვცხოვრობთ.